დიაში დღესაც ერთი შეკურა ფაილით მოვიდა. მე რამდენი იყო ამასობაში ბატონ გიგის ჯარი. დღევანდელი სადაც არ ჩანს თარიღი, ხო? თარიღი არ ჩანს, ეგ არის თარიღი, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს თარიღს, ხო? მას იმასავით ავსებენ, რაღაც პივის ჩეკივით არის, მოიტანენ. თან როგორ წარმოიდგინე. ესე იგი თან ავრცელებენ რომ 100 ევროს არიგებენ და სინამდვილეში 5000 ლარს გართმევენ ყოველ მისვლაზე. იმიტომ რომ ხა ადამიანებს უკვე მე-7 მე-8 და მე-10 ჯარი მაქვს, ეხლა მე მგონი ეს არის მე-3 არის ადმინისტრაციული და ნუ ის კიდე ერთი გირავ ხომ აქ ის რა მონუმენტური გირავ ხო სხვა საკითხი არა კიდე დაარქივებული აქ რამდენიმე საათიანი პატიმრობის ავიც აი ეს ყველაფერი არის ეხლანდელი ბოლო 2 თვის მონაგარია აგერ ციხეში მოგზაურობის ის არის აგერ ავიც სულელები არიან აი ხა დღეს დილით მოვიდა აი განახდა ეს ხო ეს ქვითარია რომელიდან ვერს გაიგებს საერთოდ ვერაფერს კაცრი აღრიცხვის ფურცელი რო არის ეთყობა, მაგრამ აი ის არც ხელმოწერა, არც მოწმეები, ვინ დაესწრენ, არც არაფერი 5000 ლარი ჩანს მარტო. ეგ არის ერთადერთი. ონ თავი რა დღეს გედავებიან ის არ ვიცი, არ არის. მოკლედ ვერ გაიგებ ამათას ვერაფერს. თქვენ ახალგაზრდობის ფოტოებიდან იწყება. ეს საერთოდ მე თუ გამახსენეს, ეს მაშინ ახლა რომ დამიჭირეს, მე საქმის მასალებში არის ძირითადად საქმის მასალებში არის 18 წლიდან მოყოლებული ჩემი სხვადასხვა ფოტო გადაღებული, რომელიც ეთყობა ბაზაშია და რაღაც სატელეფონო სად დამირეკავს, სად მომირეკავს, რატო არის? ხან გავხტარი სურათია, ხან სუქანის სურათია, ვერ გაიგებ. მოკლედ რა უნდა და რა საკეთებენ. მე ესეთი აჭრილი და აბურდული საქმის სამისო ვერ წარმომედგინე. ხა სამი ადამიანი იყო დილით ხო მოსული. გუშინაც ყოფილა, გუშინ არ ვიყავით სახში. თან რაღაც ნათესავი და მოკლედ ოჯახის წევრს უნდა ჩააბარო, ისე ვერ აბარებ და მოკლედ არის ესე დადიან 5-5 6-6 წარმოიდგინეთ. ეხა დღეს ალბათ დაახლოებით 1-30-40 ჯარიმა მაინც ხო ჩააბარებს. ესე იგი დაახლოებით ამდენი გასვლა 3 პოლიციელის, ხო? ეს არის რამხელა ხარჯი, მანქანის, ბენზინის, თვითონ ეს პერსონალი, ხო? ხარჯი არ არის, ჯარიმებია. მაგრამ ამ ჯარიმებს საბოლოო ჯამში თვითონაც კარგად იციან, რომ არავინ არ გადაუხდის. ანუ თუ ფისკალური ის არის, მაშინ ახლა 100 ევროს რაღაც ვინ გვირიგებს 100 ევროს, ძირითადად კაცი, ანუ ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებითო თვითოსოფალს 5 მილიონს მიცემდა, ძირითადად ჯერჯერობით დაკავებულია იმით, რომ 5000 ლარს ართმევს თავის მოქალაქეებს და მე ამ სოფლებს რო გაუჭირდება და თოვლი და იმამდე რო იქნება კისრამდე და სახურავამდე ამადლის რო 5 დღის გამო ხო არ ვიყიდიო მანქანასო თოვლის გასაწმედ მანქანასო და მე დაკატაობენ იქ ბურანებით და ხალხს შუქი არ აქვს დენი არ აქვს და მიცვალებული ვერ გამოუსვენებია და იქით ესე უტიფრად გამოპრანჭული დეფილეებს აწყობენ ამ თოვლის ფონზე წარმოუდგენელი უტიფრობაა ეს ყველაფერი და თან არაკომპეტენტურობაც ხო ეხლა ვიღაცამ ხო უნდა უთხრას ოდნავ ჭკვიანი ყავდეს რომ პირში ბურთი მან ჩაჩრას იმ დეპუტატს ბათუმას რომ გაჩუმდეს ეს მსგავსი იდიოტობა მეორეჯერ არ გამოიწვია ჯერ ერთი თუ მე შეგახსენებთ როდესაც ახლა ეს აქტუალური საკითხია ოცნება პირველი რომ მოვიდა ადგა და თბილისის მერიიდან მათ შორის იმიტომ რომ თბილისის მერიის სამაშველო სამსახური ყველაზე მძლავრია იმიტომ რომ თბილისის მერია ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ადგა და ცენტრალურ მთავრობას ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუმისამართა ანუ ჩამოართვა ესე ჩვენ ჩამოგვართო მე ვიყავ ჯერმაში მე ჩამოგვართო ესეთ ჩამოართვეს ყველა რეგიონალური და ახსნა ქონდა ამას რომ უფრო ტექნიკა და სტაფი ბევრად მობილური იქნება რომ თქვა რა ვიცი ოზურგეთი ხო თვითონ თავისთვის ვერ იყიდის გასაგებია ოზურგეთი და შეიძლება ბათუმა მართლა არ იყიდოს 3 დღისთვის მაგრამ ცენტრალური ეს სამაშველო სამსახური იმიტომ გააკეთეს რომ ოპერატიული ეს იყოს გასვლა იყოს ადგილებზე და მას უნდა კონდეს ტექნიკა ანუ 3 დღისთვის აი ეგ დაახლოებით აი ქოცის ლოგიკა როგორია ხო რომ წარმოიდგინოთ მაშინ აბა თავდაცვაზე პარალელი გავაკეთოთ რაკეტს აწინააღმდეგო იმას შეიძლება საერთოდ ვერ გამოიყენო ამ არაფერში არ გვჭირდება შეიძლება საერთოდ არავინ არ გესროლოს მაშინ ჯარი საერთოდ ჯარი საერთოდ არაფერში შეიძლება არ ყოფილიყოს აი რატომ რა არის მიზეზი ამდენი გაბრაზებული უკმაყოფილო მოქალაქეობა პრაგმატულად მათ ინტერესში არ უნდა შედიოდეს ან კომპეტენციის ნაკლებობა კორუფცია თუ რა მართვის გამოცდილება არსებობენ დიქტატურები
რომლებიც რა თქმა უნდა თავის გარშემო ანუ ერთ ავტორიტეტზე დამოკიდებული და ერთ კაცი რასაც იტყვის იმას გააკეთებს. კლასიკური დიქტატურა ესეთია. ოღონდ ასეთი ტიპის დიქტატურებიც კი რაღაცნაირად კანის შეგრძნების დონეზე ხალხის როგორც ასეთი მასის ესე ვთქვათ აპელაციას აკეთებს იმაზე ეყრდნობა აი ხალხს ესე უნდა ხალხის გულის მოგებას მაინც ცდილობს. ეს არის რაღაც დონეს გრძნობს და ეს პულსზე ცდილობს ხელი ეჭიროს და ზღვარზე არ გადავიდეს, ხო? ამ ასე მოქმედებს თითქმის. ივანიშვილი დამატებით უბედურება რატო არის? იმიტომ რომ ასეთი გულგრილი ასეთი ფეხზე მკიდია საკუთარი მოქალაქეების, ასეთი აბუჩა თამგდები, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლების მიმართაც, ხო, იმიტომ რომ ის ნაგავს და საწამლავს, რასაც მისი პროპაგანდა აჭმევს და პროპაგანდის იქით აღარაფერს აღარ აკეთებს, ხო? ის ხო პირველ რიგში ამ ადამიანების ტვინის გამორეცხვა არის მიზანი, მაგრამ ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათი ადამიანობის შეურაცხყოფა, მაგრამ მორალს და ეხა ინფორმაციას თავიდან პრაგმატულ რაღაცებს უყუროთ, ხო? პრაგმატულ, ანუ ივანიშვილი რატომ არის ესეთი ბიუროკრატია გულცივი, ხო? სხვა შეიძლება რა ვიცი, ეგეთი მადუროც არის დიქტატორი, მაგრამ რაღაცა რო ჩამოვარდება და რაღაცა ადგება, აი ჩაიცნობს რაღაცას, მიდის და უყურე და უკეთესი და უარესი დიქტატორები არსებობენ. არა, სხვა რამეს ამბობ. ეს არის ჯიში, ესეთ ბუნების ადამიანია. ამისთვის ადამიანი შეიძლება პუტინისნაირი დიქტატორისთვის ადამიანი იყოს საზარბაზნე ხორცი, მაგრამ ხორცი მაინც არის. აი ადამიანი ამისთვის ცარიელი ადგილია. და ეს ხო ნახეთ, ყველა გამოვლინებაში მის საკუთარ ადამიანებს, რომლებსაც გვაჩეჩებს ისე რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, მოდით, ეხლა შუსტრად რო უთხრა პრეზიდენტის ისა ყაველაშვილის წარდგენა რო იყო. ან ღარიბაშვილზე ხომ ნახეთ, რაც გინდათ ის დაუძახეთო, ანუ თუ გინდა რა ვიცი, სალამური დაუძახეთ და თუ გინდა ის დაუძახეო, ხო? ანუ ესეთ დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ, ადამიანებს და სახელმწიფოს მიმართ და ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს რომ არც გურია გაახსენდება, არც იმერეთი გაახსენდება, არც საკუთარი სოფელი გაახსენდება, საიდანაც წარმოშობით არის და საქართველოს არ გახსენდება, რომ საქართველოს არის, აგერ სწორედ თქვა თქვენ წინა გამოსვლა, სეიფია, რეზერვუარად აქცია, სადაც მისი ერთადერთი ფუნქცია არის, რომ ფული და მისი სიმდიდრე იყოს აქ შენახული და მან ფულიც მოიგოს, იმიტომ რომ იმის ეროვნული ბანკი გადაქცეული აქვს საკუთარ პირად საცავად, სადაც პლუს 4%-ს აქეთ თურმე ჩვენ ვაძლევთ მისთვის შენახულ ფულს, ოღონდ იმას რეზერვებად ფულად კი არ ხმარო, უბრალოდ დასაწყობებული აქვს, აქეთ უნდა უხდიდოს სახელმწიფო ფულს და ჩვენ უხდით ფულს. და ემსახურება მთელი სახელმწიფო. ასე ვერ გაგრძელდება, უბრალოდ დიდი ხანი, იმიტომ რომ ეს სოციოპატია უბედურება გაგრძელდება, როდესაც ამბობთ, რა არის ჩიხიდან გამოსავალი. ევროინტეგრაცია ახლა არის შეჩერებული. ხალხი დგას ქუჩაში, აქცია გრძელდება უკვე 3 თვეა, არის 2 კონკრეტული მოთხოვნა, არც ერთი არ სრულდება. რა არის გამოსავალი? ხო, პირველი და მთავარი გამოსავალი არის ის, რომ საკუთარ მახეში არ უნდა მოვყვეთ, ანუ იმ გულისხმობა, რომ საკუთარი ილუზიების და საკუთარ თავის მიერ დათქმული და წარმოსახვითი თარიღების ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც გაგრძელდება იმისათვის, რომ სრულად დაემხოს ეს რეჟიმი, პირველი ჩემი აზრით ჩვენ ნახევარგზაზე ვართ მიუხედავად იმისა რომ 100 დღე სრულდება, იმიტომ რომ მოთხოვნა მინდა არჩევნები სინამდვილეში არ არის გამოსავალი. იმიტომ კი რომ არჩევნები არ არის გამოსავალი. არჩევნები რა თქმა უნდა გამოსავალია. უბრალოდ არჩევნები მინდა და პოლიტპატრონების განთავისუფლება მინდა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ რო ვიძახით არჩევნები დანიშნე, ხო? ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს დანიშნოს არჩევნები. ანუ ბიძინა ივანიშვილს თქოს ჩაატაროს არჩევნები და აი ამაში დიდი წინააღმდეგობა დევს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დიქტატორული რეჟიმი ან არსებობს და პროგრესირებს სუდისკენ, ვერ ჩერდება და როგორც ხედავთ ყოველდღიურად აი კანონები და პრაქტიკით, ან იმსხრევა. ის შეუძლებელია უცბად შეიმცირდეს, ცოტა ლამაზი გახდეს, ცოტა კონსტრუქციული გახდეს, მოთანამშრომლე გახდეს და საერთოდ წარმოუდგენელია რომ ის მერე კოალიციაში გადაიზარდოს. ანუ თქვენ მხარს უჭერთ მოთხოვნას რომ შეიცვალოს გადადგეს თავრობა და არა არჩევნების მოთხოვნა. მე ამას კი არ ვაჩქარებ. ეს ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ამ პროცესში, ჩვენ ხედავთ რომ ეს პროცესი არის რთული, ჩვენ გვინდოდა დღისით ისა, აი ღამე იყო პროცესები, მე ბუნებრივად აი რაღაცნაირად გეგონება, რაღაც აი აბსოლუტური გონი მართავს. ოღონდ ესენი ეს პოლიციელები ებრძერენ, ხან ტელეფონს გთხოვენ, როცა დაგიჭერენ, ხან იმას გონიათ რომ ვიღაცა, არაფერი, ეს არის ზვავი რა არის? პატარა გუნდა, რომელიც დაგორდება, ხო? და რომ დაგორდება იმის ერთადერთი რამე აქვს, არც თავი აქვს ზვავს და არც ბოლო აქვს, აქვს
აქვს მოძრაობა და მსხვილდება და რომ მსხვილდება მე რომ დაასყდება რაღაცას და დედას უტირებს. მეორეც რომ იმაში არ უნდა აღმოჩნდეთ. აბა როგორ მესახება. პირდაპირ გეტყვი რაღაც მომენტიდან და ეს არის გაზაფხული ჯერ ჩვენ შევდივართ, მოდი ახლა შევდივართ ტოტალურ წინააღმდეგობაში და ტოტალური წინააღმდეგობა ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში აი ხდება ფორს-მაჟორული რამე, დიდ თოვლობაა და სტიქია, ხო, რომელსაც არც პოლიტიკასთან არაფერთან ესე პირდაპირ არაფერთან კავშირი არ აქვს. მაგრამ სტიქიაც გახდა ბრძოლის არეალი, იმიტომ რომ მოქალაქეები მიაგდეს, მიატოვეს, თვითონ წავიდნენ საქეიფოთ და მოქალაქეები გადაწყვიტეს თავის თანამოქალაქეებს დაეხმარონ. ანუ აქაც ჩვენ უნდა, როდესაც ვსაუბრობთ რა განსხვავება მათ და იმათ შორის. ჩვენ რესურსების გარეშე მხოლოდ ცოდნით, მხოლოდ იმ შეგნებით, რომ ადამიანს უნდა დაეხმაროს და სხვა დამხმარე არ აყავს, ადამიანები გაერთიანდნენ, ოღონდ განსხვავება მანდაც არის. კაცი, აი, ხო იქ ერთი 1000-ად არის იქაური რესურსები, იმათი რესურსები და მოხალისების რესურსები. მაგრამ აქ ჩანს კომპეტენცია, აქ ჩანს ინოვაცია, აქ ჩანს საკითხისადმი უფრო ფართო მიდგომა და ან მეორედ გამოყენება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების, რომელმაც შეიძლება ერთმა ადამიანმა 100 კაცის საქმე გააკეთოს, ხო? ანუ აქ ყველა მე იმის თქვა მინდა, რომ როდესაც პლატოზეა პროტესტი, პლატოზე კი არ არის პროტესტი. ყველა გამოვლინებაში შენ უნდა ანახო შენი უპირატესობა, შენი თანადგომა საზოგადოებისგან. უპირატესობა ხო დიდი ხანია ჩანს ეს მხოლოდ ამ მოვლენებაში. ეს კონტრასტი ამ დრომდე არ იყო საკუთარი იდეის დონეზე, რომ შენ ხარ იმის ამ ქვეყნის, რა ვიცი, დასავლური, ანუ ევროპაში გაერთიანების მომხრე. ქართული ოცნება და მისი მომხრეები არ არიან, რაც არ უნდა იძახონ. იდეის დონეზე ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანების დიდი უმრავლესობა უყურებს საქმის დონეზე, აი უკვე ერთი ეს იყო გამოვლინდა, ხო? ნებისმიერ საკითხში, რომელიც გამოვლინდება, მე დარწმუნებული ვარ, ეხა გაწევები დაიწყება და ეს რეჟიმი ყველა საცეს გამოიყენებს, სამხედრო გაწევებს, იქ დაიწყებენ ამ ახალგაზრდების, ესე ვთქვათ, შეშინებას, დაშინებას. აი იქ უნდა მოუგოთ, იქ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც იტყვიან, აბა წავალ და იმ დახურულ ზონაში შევალ და იქ ვიტყვი სიმართლეს და ერთი კაცი როგორ ამ იმასიზამს პირდაპირ თქვა, თვალებს აუხელს იმდენ ადამიანს, იმიტომ რომ აი თუნდაც აი ხა ციხეში როცა ვიყავი, ხო, 4 დღის განმავლობაში, 4 ღამე ვიყავი, ხო? უამრავ პოლიციასთან ესე მომიწეხა ძირთად ვიჯექი, მაგრამ ამ აქეთ იქ რომ მატარებდნენ, ხო, წინ დაუყარ. ნამდვილ პოლიციასთან მომიწია ურთიერთობა, ხო? ეს არის დახურული ზონა. ჩვენი სიტყვა სიმართლე ვერ ახსენს, იქ პროპაგანდა მუშაობს, ან არც აინტერესებს, შეიძლება პროპაგანდაც არ მუშაობდეს, უბრალოდ არის დახშული დახურული სისტემა. ამიტომ ტოტალური წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, სტიქია, იქ უნდა ვანახო განსხვავება. რა ვიცი, სამხედრო კომისარიატი შემოგვიტევს, სამხედრო კომისარიატის იქ უნდა ვანახო. ჯარიმები ფინანსური ტოტალური დაყაჩაღება მიდის, ხო? ადამიანი $5 მილიონ შეპირდა სოფელს 5000 ლარია ჯარიმების მით ამარაგებს საკუთარ მოსახლეობას. აი ამითი დაიწყო და ამითი ამთავრებს, მაგრამ აქაც რა არის, ხო? აგერ მოვიდა, რა ვიცი, აგერ თქვენს ეთერშივეთ დავხევ ამას, აი ამას ესე, აქვე როგორც აბსოლუტურად დოკუმენტს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. აი ესე უნდა მოვექცეთ აი ამ დოკუმენტებს, იმიტომ რომ ეს არის პროფანაცია, ეს არის კანონის აბუჩათაგდება, ეს არის პოლიციელის მუნდირზე დაფურთხება, იმიტომ რომ პოლიციელად ვეღარ იმუშავებს, რომელსაც დაატარებს, რაღაცა ქაღალდებს და რო ცხვენია თვითონ და ბუტბუტებს, ისეთი პოლიციელი ვეღარ იმუშავებს, ჩვენს კრიმინალისგან ვერ დაგვიცავს, საზოგადოებას ვერ დაეხმარება. აი ეს არის ამათი სახე, ეს არის დეგრადაცია და ყველა გამოვლინებაში ჩვენ უნდა ვაჯობოთ. მანამ სანამ არ გამოიფიტება და არ ჩამოვარდება. როგორ თქვენ მეტყვით, ეგეთი პროცესი, ეგეთი რამე არ არსებობს. იანუკოვიჩი სხვანაირად ჩამოვარდა. არა, ვადებიც არა და ფორმები. იანუკოვიჩი სხვანაირად ჩამოვარდა, ჩაუშესკუ სხვანაირად ჩამოვარდა და კიდევ 1000 ჯულის უბედური კიდე სხვადასხვანაირად ჩამოვარდება. ანუ ყველა ერთადერთი რისი გარანტიასაც მივცემ მე ბიძინა ივანიშვილს, ის მისი დაცემა იქნება მტკივნეული როგორც ყველა დიქტატორის და ყველა ფაშათქცეულის, ოღონდ როგორი იქნება, ხო? ამას ეს მისი ინდივიდუალობა გადაწყვეტს. ჩაუჩესკუ სხვანაირად ამოვარდა და რა ვიცი, კადაფი სხვანაირად. აი ეს პროცესი ზოგჯერ ერთ დღეში ხდება.
იმას ხო და დავამთავრებთ ამიტომ არჩევნებიზე მთავარი, იმიტომ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დამოუკიდებელ გარემოში. პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, ოღონდ სხვა პოლიტპატიმრები კი არ უნდა დააჭერინონ. არ იქნება ახალი არჩევნები, თვითმმართველობას ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. მე ვთვლი რომ ამ წუთას თვითმმართველობაზე საუბარი არის პოლიტიკური არაადეკვატურობის პიკი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამი ძალიან მძიმე თვე, რომელიც მათ შეიძლება საქართველოს ისტორია მთლიანად შეცვალოს და ეხლა ვინც იწყებს ფიქრს მაგაზე და ჩალიჩს, ის არის მინიმუმ სუსტი და არა შორს მწვეტელი. არა, მე მგონი არის და მე ამიტომ ამ თემაზეც არ მინდა ლაპარაკო. დავუსრულებ, იმიტომ რომ ამ თემაზე დღეს ლაპარაკი არის იდიოტობა, პირდაპირ ვიტყვი. აი, მე პირდაპირ რუსეთის საგარეო დაზვერვის ეს განცხადება იყო დახმარება ამ მომავალ არჩევნებში, მათ შორის მოკლედ, მომავალი არჩევნები უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს მომავალი, იმიტომ ახსენდება რომ არ ვიცი ხა, იმათ თავისი ესე ვთქვათ ალგორითმი აქვს მუშაობის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩემი ვარაუდით ერთ თვეში და სხვათა შორის აი ხა გუშინ წინ იყო ხო სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ნუ ახალი არაფერი არ ვთქვა ხო არჩევნები გავიგეთ არჩევნები მე ვიძახი რომ არჩევნები ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგრამ რეჟიმის დამხობა არის პირდაპირ ერთადერთი პირობა იმისათვის რომ ჩატარდეს თავისუფალი კონკურენტული სამართლიანი არჩევნები საქართველოს კვლავ დაფიქსირდეს როგორც როცა თავად იმგრევა იმას როდესაც გაიღვიძებთ ან გაიღვიძებთ ან დაიძინებთ ისე რომ ბიძინა ივანიშვილი თქვენი სისხლის მწოველი არ იქნება როგორ იქნება ეს დამხობა ლოგინიდან ჩამოვარდება კვარცხლბეკიდან ჩამოვარდება ვერტფრენიდან ჩამოვარდება თუ საკუთარი აბაზანიდან ჩამოვარდება ეს მე არ ვიცი და არც მაინტერესებს მე ვიცი რა არის დამხობა არის ის როდესაც დიქტატორი და მისი სისხლის მსმელი რეჟიმი ვეღარ წოვს ადამიანებს სისხლს ვეღარ აპატიმრებს ვეღარ აჯარიმებს ვეღარ ფუნქციონირებს და საბოლოო ჯამში ის ან გარბის ან ამთავრებს კადაფი. აი ეს არის დამხობა ამას ქვია. ეხლა როგორც უნდათ ისე გადახლა მე ვსაუბრობ ისტორიაზე, ისტორიულ გამოცდილებაზე. მას აქვს აღებული ისეთი ტრაექტორია, რომელიც ხვანაერად ვერ დასრულდება და რაც უფრო მალე დასრულდება, მით უფრო სწრაფად დაუბრუნდება ეს ქვეყანა იმ სტატუსს, რასაც იმსახურებს ჩვენ გვაქვს შანსი აი ამ არეულ სიტუაციაში, აი ამ ამღრეულ წყალში კვლავ ვიყოთ შუქურა დემოკრატიის, განვითარების სტაბილურობის და რაც თავარია ადამიანური სახელმწიფო გამოვიკეთოთ, ამიტომ რომ დღეს ჩვენი კანონებით და ჩვენი ამ პრაქტიკით თქვენ ნახეთ Freedom House-ის, როგორც ამათ Freedom House უძახიან, ისა და ბოლოში აი იმას დავამთავრებ თქვენ ყვებოდით იმის ისა, რა ქვია, რუსების დაზვერვის ისა. იქ ერთი მომენტი იყო, რომ რაღაც პარტიების ოპოზიციური პარტიების გაერთიანებოდა, ერთი სურათი ვერ გადაუღია მაგხას. მაგარი ისა აქვს დაზვერვა აქვს, მაგრამ იცნობენ პარტიებს. ერთი სურათი ვერ გადაუღია 4 პარტიას ერთად. 3+1 ხან 3-1 ან 4+-1. აი ეს ციგიჟია. სად წაიკითხე სადნახეს ეგ უბედურება. ამასობაში ამ ქუთრის დახევისთვის რაღაც ახალი სასჯელი არ მოიფიქრა. მადლობა ის რომ ამ ნაგავს გავიტან და შესაბამის უტილიზაციას გავუკეთებ თქვენ არ დაიტოვეთ. პოლიტიკოსი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონ გიგი.